ბრძოლა Deep State-ის წინააღმდეგ გამოცხადებულია, თუმცა ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ პროცესი რთული და ხანგრძლივი იქნება. ამ პროცესში კი მმართველი პარტიის შეფასებით მთავარი Deep State-ის გავლენების შემცირებაა. ამბობენ, რომ ამის ერთ-ერთი, თუმცა არა ერთადერთი ფაქტორი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება იქნება, რადგან მათივე თქმით გლობალური ომის პარტიის დღის წესრიგში საქართველოს ომში ჩართვა ისევ დგას. სამწუხაროა და დღეს კიდევ დღის წესრიგში დგას საქართველოს ჩართულობა, საქართველოს მხრიდან მსხვერპლ შეწირვის აუცილებლობაზე დღეს კიდევ ლაპარაკობენ განსაკუთრებით ბრიუსელში, განსაკუთრებით ევროსტრუქტურებში და ეს საფრთხე არ არის უკან ჯერ მოტოვებული. ომის დასრულების თემა იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საწყისი წყალგამყოფი. Ახლაც კი, როდესაც მშვიდობაზე არის ლაპარაკი, ვთქვათ, უკრაინასთან მიმართებაში, ამ ეტაპზეც კი ცდილობენ, რომ არ დაუშვან ის, რომ უკრაინაში ომი დასრულდეს. მთავარი ფაქტორი, რისთვისაც ისინი ჩვენ დაგვიპირისპირდნენ, იყო, რომ არ ჩავერთეთ ამ ომში. და ეს მთავარი ფაქტორი, რომ მოიხსნება და აღარ ექნებათ ინტერესი იმისა, რომ საქართველოს ომში ჩაითვლიან, რომელიც აღარ იარსებებს. ერთ ფაქტს რომ ეს მალე მოხდეს, ეს საომარი მდგომარეობა, რა თქმა უნდა, რიტორიკა სხვანაირი იქნება და მიდგომები სხვანაირი იქნება. Deep State-ის წინააღმდეგ უკვე ორი თვეა ღიად იბრძვის ამერიკის პრეზიდენტი. ქართული ოცნება დონალდ ტრამპს ამ რთულ მისიაში წარმატებებს უსურვებს და ამერიკასთან ურთიერთობების გაჯანსაღებას ელოდება, რაც ქართული ოცნების შეფასებით თავის მხრივ Deep State-ის გავლენების შემცირების ერთგვარი ტესტიც იქნება. ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობაზე საუბრობენ ხალხის ძალაშიც. Deep State არის ისეთი სისტემა, რომ ესე მარტივად არ დამარცხდება, რა თქმა უნდა, მაგრამ მისი ძირითადი წყარო ამერიკულმა საზოგადოებამ გადაჭრა ამერიკაში, იმით რომ აირჩია პრეზიდენტი ტრამპი, რომელმაც ღია ომი გამოუცხადა Deep State. ბოლომდე შეიძლება ეს ვერც დამარცხდეს, იმიტომ რომ ყველა ძალას თავისი არსი და თავისი მიზანი ექნება, მაგრამ მთავარი ის არის, რომ არ კონდეს გადამწყვეტი ძალა აი ამ Deep State-ს. მმართველ გუნდში იმასაც აღნიშნავენ, რომ Deep State-ის დესტაბილიზაციის ქსელი კიდევ უფრო ფართოდაა გავრცელებული და ის, რაც ადრე ვაშინგტონიდან USAID-ის და NED-ის ხელით იმართებოდა, ახლა ევროკავშირის ცალკეულმა ქვეყნებმა ითავეს. მიზანი სახელმწიფო გუნდის შეფასებით საქართველოში ხელისუფლების შეცვლა და ქვეყნის სათავეში აგენტურის მოსვლა. Deep State-ის ხელი სამწუხაროდ ეხლაც იგრძნობა, თან ძალიან წვავე და ჩვენ ვხედავთ, რომ იქნება ეს ბალტიისპირეთის სკანდინავიის ქვეყნები, ისევ და ისევ Deep State-ისგან მართული მარიონეტებისგან, რომლებიც ეხლა სამწუხაროდ იმ ქვეყნებში პოლიტიკურ თანამდებობებს იკავებენ, მათ ამ ადამიანების ხელი ცდილობენ, რომ ჩვენს ქვეყანაში არეულობა მოხდეს, შეიცვალოს ხელისუფლება და მოვიდნენ ისეთივე მარიონეტები, როგორც სკანდინავიაში და ლატვიაში არიან. Deep State ზოგადად ძალიან ღრმად ქონდა ფესვები დადგმული არა მხოლოდ საქართველოში, ხედავთ აგენტურა, ამხელა ფული იხარჯებოდა აგენტურის შექმნაში წლების განმავლობაში. ესაც მიმდინარეობს ბრძოლა იმისთვის, რომ მოხდეს საქართველოს ხელისუფლების დამხობა, კონკრეტული ძალები არ იშურებენ თანხებს, ამას აქვს თავარი მიზანი. ეს არის სახელმწიფოს გადატრიალება, ხელისუფლების დამხობა. ვიდრე ამერიკა საქართველოს ურთიერთობები არ გადაიხედება და ვიდრე რუსეთი უკრაინაში საომარ მოქმედებებს აგრძელებს, მმართველი გუნდის თქმით Deep State-ის გავლენები არ შემცირდება, ამიტომ ქართული ოცნება არჩეულ პრაგმატულ და სამშვიდობო პოლიტიკას განაგრძობს.